ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი. დაკარგული ღილი. ერთ დღეს ბაყაყუნამ და გომბეშიკომ დიდი გასეირნება მოაწყვეს. გადასერეს ვრცელი მინდორი. გამოიარეს ტყეში. ისერნეს დინარის პირას. ბოლოს კი გომბეშიკოს სახლში მიბრუნდნენ. რა უბედურებაა, თქვა გომბეშიკომ. ფეხები ხომ ამტკივდა და ცალკე კიდევ ამ ქურთუქზე ღილი ამწყდა და დამეკარგა. ნუ დარდობ, უთხრა ბაყაყუნამ. წავიდეთ, დავძებნოთ ყველგან, სადაც ვისეირნეთ და შენი ღილიც მალე გამოჩნდება. ხო და დაბრუნდნენ უკან, დიდ მინდორში და მაღალ ბალახში დაუწყეს ღილს ძებნა. აი შენი ღილი, იყვირა ბაყაყუნამ. არა, ეგ ჩემი ღილი არ არის, თავი გაიქნია გომბეშიკომ. ეგ ღილი შავია, ჩემი თეთრი იყო. გომბეშიკომ ჯიბეში ჩაიდო შავი ღილი. ამ დროს მათთან ახლოს ბეღურა დაფრინდა. მაპატიეთ, უთხრა ბეღურამ. ეს ღილი თქვენ ხომ არ დაგიკარგავთ, აი ვიპოვე. ეგ ჩემი ღილი არ არის, უთხრა გომბეშიკომ. ამ ღილს 2 ნახრეტი აქვს, ჩემი კი 4 ნახრეტიანი იყო. გომბეშიკომ ჯიბეში ჩაიდო 2 ნახრეტიანი ღილი. ამის მერე ისინი ტყეში დაბრუნდნენ და ბნელ ბილიკებზე გააგრძელეს ძებნა. აი შენი ღილი, უთხრა ბაყაყუნამ. ეგ ჩემი ღილი არ არის, იყვირა გომბეშიკომ. ეს ღილი პატარაა, ჩემი კი დიდი იყო. გომბეშიკომ ჯიბეში ჩაიდო პატარა ღილი. უცებ ხის უკნიდან ენოტი გამოძვრა. ყური მოვკარი თითქოს დაკარგულ ღილს ეძებდეთ, თქვა მან. აი ეს ღილი, ამ წუთას ვიპოვე. ეგ ჩემი ღილი არ არის, დაიკვნესა გომბეშიკომ. ეგ 4 კუთხაა, ჩემი კი მრგვალი იყო. გომბეშიკომ ჯიბეში ჩაიდო 4 კუთხა ღილი. ბაყაყუნა და გომბეშიკო მდინარესთან მიბრუნდნენ და ღილის ძებნა ტალახში გააგრძელეს. აი შენი ღილი, უთხრა ბაყაყუნამ. ეგ ჩემი ღილი არ არის, ამოიგმინა გომბეშიკომ. ეგ ღილი თხელია, ჩემი კი სქელი იყო. გომბეშიკომ ჯიბეში ჩაიდო თხელი ღილი. უკვე ძალიან ბრაზობდა. მთელი დედამიწა ღილებითაა მოფენილი, ყვიროდა და ერთ ადგილზე ხტოდა და მათგან ერთიც კი არ არის ჩემი. გომბეშიკო სახლში შევარდა და კარი მიეჯახუნა. იქ იატაკზე დაინახა თავისი 4 ნახრეტიანი, დიდი, მრგვალი და სქელი თეთრი ღილი. თქვა გომბეშიკომ. მთელი ამ ხნის მანძილზე თურმე ეს აქ გდია და მე კი ტყუილუბრალოდ გამიწვალებია ბაყაყუნა. გომბეშიკომ ჯიბიდან ამოალაგა ყველა ღილი. თაროდან გადმოიღო თავისი საკერავების 5 და ეს ღილები ქურთუქზე აქა-იქ მიაკერ-მოაკერა. მეორე დღეს გომბეშიკომ თავისი ქურთუკი ბაყაყუნას აჩუქა. ბაყაყუნას ძალიან მოეწონა საჩუქარი. ჩაიცვა და სიხარულით ახტუნავდა. ერთი ღილიც კი არასწყვეტია. გომბეშიკოს ძალიან მაგრად დაეკერებინა.